დადგა დრო შენს ცხოვრებაში, როცა მოგიწია სცენის და ცუხიშვილებს გულისხმობ დატოვება მოგიწია. რატო? აღთქმა დავდე. არ შემეძლო, რომ დამერღვია. იმიტომ რომ მეოთხე შვილზე რომ დავფეხმძიმდი, მე-12 კვირაზე მითხრეს, რომ დაუნის სინდრომი აქვს ბავშვსო. ერთი კვირა გავშეშდი, ნამდვილი გაძეგლება დამემართა, არც ცრემლი მდიოდა, არ ვიცოდი რა მექნა. მაგრამ ერთი ის კი ვიცოდი, რომ ეს ბავშვი უნდა გაჩენილიყო. 9 თვე ყველა გარშემო მეუბნებოდა რა ძალა გედგა, 3 ჯამრთელი შვილი ყავს, რა თქინდოდა, ეს პრობლემა რატო აიკიდე ძალით და რაღაცა მომენტში დავმშვიდდი, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველა ეხოსკოპია, ყველა სისხლის ანალიზი, ერთჯერადი, ორჯერადი, სამჯერადი, 4ჯერადი ტესტები გერმანიაში გაგზავნით, 80% დაუნის სინდრომი არის და 20%-ზე ვერაფერს ვერ ვიტყვით. აბსოლუტურად ყველა ამას მეუბნებოდა და გულში რო იტყვი, ხო იცი შენთვის რომ ღმერთო, ოღონდ ყველაფერი კარგად იყოს და რაც ყველაზე ძალიან მიყვარს ცხოვრებაში, იმას დავთმობ. ნება შენი იყოს, მაგრამ ჩემგან აი ამ მსხვერპლს გავიღებ, თქო და გაჩნდა 4 და 600, 15 წუთში გაბრიელი, აბსოლუტურად ჯამრთელი, 10-დან 10 ქულა აიღო ჩემმა გაბრიელმა და როგორც კი ცოტა წამოვჩიტე, გავიქეცი იმ ექიმთან, ვინც მითხრა პირველმა, რომ ეს საშიშროება არისო. და მივდივარ რესეფშენში ბავშვით, რომ ვაჩვენო, რომ შეგეშალა, ნახე ჯამთელია. აბსოლუტურად ჯამთელია და მითხრეს, რომ ეს ბიჭი გარდაიცვალაო. რაო? გარდაიცვალაო. ის ექიმი, ეხოსკოპისტი, რომელმაც ესია. და როგორ გარდაიცვალა? ახალგაზრდა ბიჭი. აი ესე დაიძინაო და აღარ გაიღვიძა.